მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ეხა ვიყავით მაღაზიაში რაღაცეები შევიძინეთ და მივდივართ უკვე ბაზალეთის ტბაზე გვექნება ძალიან კარგი გასვლა. ჩვენთან ერთად ითევზოვებს პაატა ხვისტანი, ჩვენი ძმა და მეგობარი. პატიცემული პაატაც მოგზანდება. რამდენიმე მეთევზე შემოგვიერთდება შემდეგ თვის განმავლობაში. მოკლედ ჩამოვედით ბაზალეთში. ეხლა მივალთ დაუბანაკდებით ადგილას, რამდენიმე ლოკაციაზე ვიყავით მისულები, კამიშების მხარესაც ვიყავით მისულები და სულ დაკავებული ადგილი. ერთი ლოკაცია გვაქვს, ამ ადგილას დაუბანაკდებით და დილიდან უკვე დავიწყებთ თევზაობას და შემოგიერთდებით მისასალმებელი ვიდეოთი. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ მიხეილ მესხი, ჯორჯიან ფიშერმენი, ქართველი მეთევზე და თქვენი მყოფებით ჯორჯიან ფიშერმენის YouTube არხზე. დღეს ჩვენს არხზე, ესე რომ ვთქვა, ჩვენი ძმა და მეგობარი გვყავს სტუმრად, გამოცდილი პროფესიონალი მეთევზე პაატა ხვისტანი. ბატონო პაატა, ორიოდე სიტყვით გაგვესაუბრეთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ბაზალეთის ტბაზე. სადაც შევერკინებით თევზს, კარას, თეთროლას, კოპს თუ წამოვა, რა თქმა უნდა. არაჩეს რო გვისვენებს რა. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა დასაკვები. მე გამოვიყენებ ძირითადად ბუნებრივი დასაკვებს, ესე რომ ვთქვა, და კანაფით შემოვიფარგლები და მაქვს მძაფრი არომატი ნიორი. 10 მეტრიანი დისტანცია გვექნება, დიაპაზონი გვექნება ერთმანეთ წერტილებს შორის და ამ ჩემი ნივრის დასაკვებით, იმიტომ რომ ან წერტილში ძალიან მაგრად შემოვიყვან კარჩხანას, ან საერთოდ ჩავკლავ წერტილს. და სამოყვარულო ტურნირი იყო, ზუსტად მაშინ გამოვიყენე ნივრის დასაკვები. ყველას ტკბილი არომატი ქონდა, მე მქონდა მხოლოდ ნივრის დასაკვები და მაგ დროს ზუსტად იყო ის სიტუაცია, რომ წერტილში ძალიან მაგრად შემოვიდა თევზი. გარკვეული პრობლემები მქონდა მაშინ ტემპში თევზაობის პროცესში, იმიტომ რომ ორი ჯოხი მქონდა წარმოდგენილი მხოლოდ ტურნირზე, ჩავწყვიტე მონტაჟები, ბალახიანი იყო, მარავდაზე იყო თევზაობა და ძირითადად ჩემი ინტერესი იყო თეთრულაზე, ესე რომ ვთქვა, და კარჩხანაზე. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით, როგორც გითხარით, ბაზალეთის ტბაზე. ბატონი პაატაც დაგვეთანხმება იმაში, რომ ჯგუფებში იწერებოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქორჭილა მოდიოდა, კარჩხანა არ ჩანდა. გამოვედით და დავიწყებთ თევზაობას კარჩხანაზე, მეგობრებო. ჩვენი გათვლა იქნება ბომბორა კარჩხანები დღეს. დროებით დაგემშვიდობებით, მეგობრებო, და რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით უკვე თევზაობის პროცესიდან. თუ რა ინვენტარით ვიქნები წარმოდგენილი დღეს, რა ნემსკავები მექნება, ამას უკვე თევზაობის პროცესში გაგაცნობთ ყველაფერს. აბადროებით წარმატებულ თევზაობას უსურვებ ყველა მეთევზეს და ყველა ბუნების მოყვარულ ადამიანს. მეგობრებო, დღეს ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით Sherman Pro New Generation-ის 360 გრამი ტესტის ჯოხით, 5000-იანი Sherman Pro New Generation-ის კოჭით და ასევე Sherman Pro New Generation-ის 012 წნულით. მოკლედ მეგობრებო, დავიწყებთ ეხლა თევზაობას ჩვენ, შემოგთავაზებთ რა დასაკვებებს გამოვიყენებთ. აქ გვაქვს ფლაგმანის კარასიო, ცოტა ნივრის არომატი დაკრავს და ცოტა, ესე რომ ვთქვათ, კოპტონით შეურიე. იქ შემდეგ სათლში მაქვს უკვე გამოყენებული კანაფის დასაკვები, შეურიე ასევე კანაფის ლიკვიდი, რომ ცოტა დამიმძიმოს დასაკვები, რომ ფსკერზე ჩავიყვანო დასაკვები. ეხა არ ვიწყებ თევზაობას, არც დაკვებას არ დავიწყებ, უნდა გადავაშრო რამდენჯერმე, 15-20 წუთში კიდევ გადავზელ, კიდე გავაშრობ, კიდე გადავზელ და უკვე მე დავიწყებ, რომ ცოტა დამძიმებული დასაკვები ჩავიტანო ფსკერამდე. პაატამ უკვე დაიწყო დაკვება წერტილის და ამბობს, რომ 20-30 მეტრში არის ძალიან დიდი
რაოდენობის ბალახი. ნახოთ, სიტუაცია გვიჩვენებს. აი ესეთი ძალიან ლამაზ კადრებს შემოგთავაზებთ მეგობრებო. ეს კიდე გადასაზელი ერთი ორჯერ უნდა გადავზილო. ხო, აი მეგობრებო, რას საუბრობ ახლა ამის გადაძელვაზე, ორივე დასაკვების დაძელვაზე, რას გულისხმობ, რომ დავამძიმო კარჩხანაზე ვთევზაობ და მინდა რომ რაც შეიძლება მძიმე დასაკვები გამოვიდეს, რომ საკვებურთან ერთად, აი ამასთან ერთად, როდესაც აი ესე გავაკეთებ, აი ესე მარტივად ვარ ესე როდესაც გავაკეთებ, მინდა რომ ეს საჭმელი მასთან ერთად ჩავიდეს ფსკერზე და მერე უკვე იქ დაიწყოს გაფანტო. ეს არის ჩემი თავარი მიზანი, რომ კარჩხანა შემოვიყვანო წერტილში. ეხლა ფსკერი ვიცით რომ აქ ასე თუ ისე მაინც დაახლოებით 40-50 მეტრაში ქვიანი არის. დაპირე მხარეს თქვენ ნახავთ. აი იმ ნაწილში იქეთ არის ეგრეთ წოდებული ბალახიანი. კი ბატონო. მოდი. კარასიო ტყილა არ აწერია ფლაგმანს. შევჭრილ თქვა სათქმელი, მაგრამ თავისივე სეკრეტს ვერ აჯობა რა. კარასიომ სეკრეტს ვერ აჯობა. ჩვენს პირველ ვიდეოში მეგობრებო, რომელიც სიუნზე გადავიღეთ, ძალიან დიდი გამოხმაურება ყოა ამ ვიდეომ და ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამითი, თუ რა მონტაჟით თევზაოდით, რას ნიშნავს ინლაინ მეთოდი. ძალიან ბევრჯერ ძალიან ბევრი იუთუბერის მიერ ახსნილი არის თუ რა არის ინლაინ მეთოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ინლაინ მეთოდის სწორ აწყობას. დავიწყოთ მეგობრებო, ეხა აქ ჩვენ შევუშვით. აი ესეთი ფლაგმანის ბრენდის საკვებურის საკიდი, ესეთი მყარი დასაკიდი არის. შემდეგ გავუშვით სტოპერს. ავიღეთ სტოპერს პირობითად. ესეთ სტოპერს ავიღებთ, გავუკეთებთ. სტოპერს. შემდეგ. ეხლა ძალიან ბევრი იყენებს მეგობრებო პეტლიას, ანუ მარყუჟის გაკეთებას. მე მარყუჟს და გაჩვენებთ როგორ რაღაცას ვაკეთებ. ეხლავე აი ესეთი სტრაპჩამკეტები. ეს არის სტრაპჩამკეტი. სტრაპჩამკეტის მერე ვიწყებ ფიდერგამის გაკეთებას და მერე უკვე ვიწყებ მარყუჟების გაკეთებას, რომ სადავე და ფიდერგამი გადავიყვანო ერთმანეთში. მან ვიყენებ. ფიდერგამს ვიყენებ მეგობრებო იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ წინა ვიდეოში მე როდესაც შამაიაზე თევზაობდი ფიდერგამს არ ვიყენებ. და რატომ? მინდოდა რომ ოდნავი პატარა წარტყმასაც ავპატიობდი და ოდნავი წარტყმაზეც კი ეგრევე წამორტყმას უკეთებდი და თევზი იჯდა. და შესაბამისად ფიდერგამი არ იყო იმის საშიშროება ეხლა რომ სიუნის დამბაზე რაღაც განსაკუთრებული დიდი ზომის ხრამული კარჩხანა ან რაღაც თქვა საზანი დამჯდარიყო. ეხლა აქ არის იმის ალბათობა რომ კარგი ზომის კარჩხანა დაждდეს, თან ბალახები არის. ფიდერგამი არის არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში რომ ფიდერგამი არის ანტიახლართვის საშუალება. არა მეგობრებო, ფიდერგამი არის ის რომ ითევზაოთ ძალიან კორექტულად და სწორად. იმიტომ რომ ეხლა მე ძირითადად თევზავ არმადელ გრანდის, ფლაგმანის არმადელ გრანდის 0-10-იანი სადავი, რომელსაც მაქსიმალური დრაგი ანუ დატვირთვა უწერია დაახლოებით 2 კილო ნახევარი. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი არის რომ კარგი ზომის ეგზემპლარი საზანი, კობრი ან თქვა კარგი კარჩხანა დაგვიჯდეს, შევიდეს ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ვიტყვის აცებში, ფიდერგამი გვაძლევს ამორტიზირებას. ხისტი არის ნული, მე რო ძვით თევზაობდე, არასდროს არ გამოვიყენებ ფიდერგამს, მაგრამ კომფორტი არის. ხშირად აღარ მომიწევს სადავის შეცვლა, იმიტომ რომ წნულის შემდეგ სადავე რო გავაკეთო, სადავე ამორტიზირებადია, შესაბამისად წელვადია, ძუასავით არის და მე იწყებს უკვე დახუჭუჭებას, ესე ვთქვათ, სახეს იცვლის და სწორი ფაქტურა აღარ აქვს, მიცემული და
ფიდერგამით კიდევ დაახლოებით სადღაც 20-25 თევზის შემდეგ უკვე უნდა შევცვალოთ სადავე და ზოგადად რეკომენდირებულია თუ გამაკაცოს ოვნერს ფლაგმანის გრანდს ან კომპეტიშენის ან არმადელ გრანდის ნემსკავებს ვიყენებთ 15-20 თევზის შემდეგ უკვე უნდა შევცვალოთ ნემსკავი. ამას ძირითადად ვარ აუცდა, ესე რომ ვთქვათ, არავინ არ უწევთ, იქიდან გამომდინარე რომ ყველანი თევზაობთ იგივე მონტაჟებით, მაგრამ როდესაც ტურნირში მიიღებთ მონაწილეობას, ყველა თევზს და ყველა გაქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ გრამს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც გაქცევები დაიწყება, ეს უკვე არის, რომ თუ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, სადავე ნემსკავის ზომა, უკვე ხვდებით, რომ ნემსკავი არის დაბლაგვებული, ხო ესეა? ყველა ნემსკავს მეგობრებო აქვს თავისი რესურსი. როგორ ყველა ნივს აქვს თავისი რესურსი, ასევე ნემსკავებსაც აქვს თავისი რესურსი. 15-20 თევზის შემდეგ გამაკაცუს ორიგინალ ნემსკავზე მაქვს საუბარი. ოვნერის 53-50 ტენკარას ზომებზე ყველაზე მაქვს საუბარი, რომ ყველას აბსოლუტურად ჭირდება დროთა განმავლობაში ცვლა 15-20 თევზის შემდეგ. თუ რამე იქნება დამიძახე და კარგი თევზის ამოყვანები გადავიღოთ. და ეხლა გადავდივართ ფიდერგამის სწორ აწყობაზე, მეგობრებო. ერთი ხელის მიმართულებას ვატრიალებთ ესე, მეორე ხელს ვატრიალებთ აი ესე. აი ესე გამოგვაქვს, აი დაწნული ფიდერგამი უფრო მეტი რესურსის არის, ვიდრე აი ესე ვთქვათ, მარტო ესე გამოვიყენებთ. აი ესე დავწნავთ ფიდერგამს, ხედავთ, აი ამ ხელს ვატრიალებთ აი ესე, ამას ვატრიალებთ პირიქით. ეს გამოდის. დაიწნება ეხლა ეს ჩვენი ფიდერგამი. ესე დავწნათ შემოგებო. აი მას ავიდეთ ესე, გავატარებთ. ჩავუშვებთ. ესე გამოვიდა. ჩვენი დაწნული ფიდერგამი. კიდევ ერთხელ გავსვენეთ ჩვენს ფიდერგამს. აქტიური მონაწილეა ფრისტაილის მეგობრებო. იმყოფება მერვე ადგილზე, მაგრამ სეზონი ჯერ კიდევ წინ არის და წარმატებები უსურვოთ. აი ჩვენი ბატონი პაატა ფიდერგამი გავაკეთეთ, ძალიან ვაგვიანებთ მეგობრებო, ძალიან. აი ეს არის ბოდიში, ეს არა. აი 0.12 ჩემთვის ყველაზე იდეალური სათევზაო სადავე არმადელ გრანდის ოკლაინ. ძალიან მაგარ ანიმაციას იწვევს, ძალიან მსუბუქი არის და ძალიან მაგრად მუშაობს. შამაიეზე ხო ვარდნაზე ძალიან მაგრად მუშაობს, მაგრამ პატარა ანიმაციის გაკეთებაში, როდესაც ფსკერზე ყავს საკვებურა, მაგ შემთხვევაშიც ძალიან მაგრად მუშაობს. ეს ნაგავი აქ დავდოთ და დავიწყოთ გაკეთება. მოკლედ, ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომელ ნემსკავს გამოვიყენებთ დღეს ჩვენ. ჩემი საყვარელი ნემსკავი. შევეცდით, აი 53-100 10 ნომერი ნემსკავი. სეპაატა ეხა ამ 2026 წლის სეზონზე რა. შამაიაზე რო ვითევზავეთ 16 ნომერმა ითევზავა მარტო ერთხელ 5 თევზაობიდან და 10 ნომერმა 53-100-მა არც ერთი გაქცევა არ მოცა. სიონს 10 ნომერი. არა, ყვითელი როა. აი დავიწყეთ 16 ნომრიდან, თბილისის ზღვაზე 16 ნომერი მეგობრებო უპირობოთ. ყველა მიზეზ გარეშე, მაგრამ აი თბილისის ზღვის გამოცდილება გადავიტანე სიონზე და ძალიან ისეთი ის მომცა რა ქვია, განსხვავება მომცა, რასაც არ ველოდი და 5 თევზაობიდან 4-ში უკვე მქონდა ძალიან მაგრად 10 ნომრით თევზაობა. ესეთ მარყურს გავაკეთებთ. ესე გავუშვებთ ახლა ამას ჩვენ. ესე ამას სეგმენტ ნაწილს მივაჭრით. ისე ამინდის პროგნოზს არ უნდა ვინდოთ მეგობრებო, იმიტომ რომ დღეს იყო წვიმა გამოცხადებული 8 საათი. კოკის პირველი წვიმა იყო გამოცხადებული, ნახეთ როგორი ლამაზი
დილა გაგვითინდა. აი ესე გადავაცნობთ ფიდერგამს. ფიდერგამზე გადავიყვანთ ჩვენს სადავეს. შემდეგ ამას გამოვკით ესე. გამოვატარებთ. შემდეგ გავაკეთებთ ესეთ. მარგუშს შევატარებთ ფიდერგამში. გამოვიდა იდეალურად ყველაფერი. ეხლა ჩვენი მიზანი რაა? ავიღებთ სადავეს და აი ეგ სტრაპ-ჩამკიდში გავუკეთებთ ჩვენს ფიდერგამს. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, უნდა ავირჩიოთ წერტილი, დავკლიფსოთ, დავყვებოთ და მოვამზადოთ თევზაობისთვის. კარგი ზომა დასვა. ნაფოტა ესეთი ნაფოტები. აი მეგობრებო, აი ესეთი ნაფოტები წამოვიდა. ოპა, წავიდა მეგობრებო, შეხედეთ? Mina. ეს იქნება მასტერ კლასი თუ გამოვიყვანე. აუ რას უპაკლებს. აი ეს იქნება ბალახებიდან როგორ უნდა გამოიყვანო? აუ საჭურის სადამაჩა. აქა გიძრაგი რა. აი ეს უკვე თევზია. ეს პირველი კარჩხანა მეგობრებო. ატერნოსტენზე. სადავეს დააკვირდით. ასე შედგა დღევანდელი დღე მეგობრებო. კარგი ზომის კარჩხანებია, სხვათა შორის რომ იცოდეთ, სადღაც დაახლოებით 4-5 გაქცევა მქონდა, იმიტომ რომ ბალახებითაა სავსე მეგობრებო და აი პაატასაც მქონდა, პაატას საზანი გაიქცა მეგობრებო, დილიდანვე ძალიან მაგარი თევზი ყავდა და ძალიან ისეთი ხა არ ჩანს თვალსაჩინოდ არ არის კარგად გამოსახული ხა გაჩვენოთ აი ამ მიდამოებში თითქმის აი ამის გასწვრივ ხო სუნთლიანად ბალახი არის. პლატფორმებით ვიყავით შესრულები და ახლო დისტანციაზე თევზს არ იღებდა, შორ დისტანცია უნდა და სადღაც დაახლოებით 50-დან 60 მეტრამდე რა.
მქონდა დასაკვები, სხვადასხვა დასაკვებები მქონდა, როგორც ტკბილი არომატები, ასევე მქონდა კანაფის დასაკვები, მქონდა ნივრის დასაკვები. ნუ ყველა დასაკვები გავტესტეთ, ესე რომ ვთქვათ. უკმაყოფილოები არა ვართ, დრო გავატარეთ, რამც თავარია. თევზიც დავიჭირეთ. აი ესეთი თევზები დავიშლებით, წავალთ სახლისკენ. სულ მალე შემოგთავაზებთ თბილისის ზღვაზე თევზაობას. ეს იქნება ამ კვირაში და სავარაუდოდ ამ კვირაში კიდევ ერთხელ ვესტუმრებით ბაზალეთის წყალსაცავს, მეგობრებო, იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე შედეგი არ მომეწონა. გაქცევები მქონდა მიუხედავად იმისა, რომ ადგილიც არ იყო ისეთი კარგი ადგილი, იმიტომ რომ ბალახებით იყო სავსე სულ პერიმეტრი წინდა. ამის გვერდით არის კარგი ადგილი, რომელიც დილით მოვედით და დაკავებული იყო. კოშკის მხარესაც დაკავებული იყო, მოპირდაპირ კამიშებში დაკავებული იყო და ალბათ აქ ხალხი იმიტომ არ იყო, რომ გამოცდილება ჰქონდათ იმისი, რომ ბალახები იყო ამ სეზონზე. შარშან მაქვს ნათევზავები კონკრეტულად ამ ადგილას და კარგი თევზი დავიჭირე და რატომღაც წელს ბალახები დამხვდა. აწი ვიცი უკვე რა სტრატეგიითაც მიმართავ, შეუტევ, ოღონდ სხვა ლოკაციაზე გადავალ, პლიაჟის მხარეს გადავალ და იქედან უკვე დავიწყებ, ესე რომ ვთქვათ, აქტიურ თევზჭერას. მოკლედ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ბაზალეთზე, კარჩხანაზე გაერთობით, დაიჭერთ კონკრეტულად სწორი დასაკვებით, სწორი მიმართულებით და პროცესში უნდა დააკვირდეთ თევზის კენკვას, აქტიურობას, შემოსვლა-გასვლას, ინტერვალებს და ძალიან ბევრ ნიუანსს. ასე რომ დაგემშვიდობებით ეხა დროებით, მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე წარმატებები ყველას.